გამარჯობათ მეგობრებო. მოკლედ დღეს გავიაროთ CCNP-ის ოფიციალური წიგნის სასერტიფიკატო კურსის მეხუთე თავი, რომელიც შეეხება VTP-ის, DTP-ის, ეგრეთ წოდებული VTP, DTP და Ether channel. ეხლა დავიწყებთ თითოეულის განხილვას მეგობრებო, დავიწყებთ VTP პროტოკოლით, რა არის ეს VTP პროტოკოლი, რაში გვჭირდება და შემდეგ გადავალთ DTP-ზე და Ether channel-ზე. დავიწყოთ. მოკლედ VTP ეს არის VLAN trunking protocol. ანუ VLAN-ის trunking პროტოკოლი. ანუ რას გვაძლევს ახლა ეს? როგორ გამოიყურება საქმეში, ჯერ ავხსნათ თეორიულად ზოგადად რაში გვჭირდება და შემდეგ უკვე კონფიგურაცია თავისთავად გავაკეთოთ. მოკლედ VLAN trunking protocol არის მეგობრებო მექანიზმი, რომელიც საშუალებას გვაძლევს VLAN-ების განვრცობა, კონფიგურაცია მოვახდინოთ ერთ კონკრეტულ სერვერზე, server switch-ზე და იმის მაგივრად რომ ხელით გაგვეკეთებინა ყველა switch-ზე რაღაც კონკრეტული VLAN-ების კონფიგურაცია, ეს კონფიგურაცია რომელიც გაკეთდება მთავარ switch-ზე, server switch-ზე, აისახება აბსოლუტურად ყველაზე. ანუ წარმოიდგინეთ მეგობრებო სიტუაცია, როცა გვაქვს ორი VLAN. ძალიან მარტივი არის, რომ თითოეულ switch-ზე შეხვიდე და ხელით გაწერო ორი VLAN. პრობლემას არ წარმოადგენს, ხო? კი ბატონო, მაგრამ წარმოიდგინეთ ისეთი მომენტი, როცა გვაქვს დაახლოებით 100 VLAN, 200 VLAN, ხომ შეიძლება რომ ესეთი სიტუაცია იყოს. თეორიულად რო განვიხილოთ. მაშინ წარმოუდგენელია, რომ თითოეულ switch-ზე მიხვიდე და ხელით გააკეთო კონფიგურაცია. ძალიან დიდ დროს კი შეიძლება როგორც ასე, მაგრამ ძალიან დიდ დროს წაგართმევს ამის გაკეთება და მიზანშეწონილი არ არის. ამიტომ Cisco-მ მოიფიქრა ესეთი მექანიზმი, პროტოკოლი, რომელსაც ქვია VLAN trunking protocol. ჩემი აზრით სახელი არ შეესაბამება, რადგან უკეთესი იქნებოდა VLAN management პროტოკოლი რო დაერქმიათ, ეს ერთ-ერთმა CCIE-მ შესთავაზა Cisco-ს, რომ დაარქვით VLAN management პროტოკოლი, მაგრამ მათ აირჩიეს VLAN trunking protocol, რადგან ამათი ფუნქციონირება რეალურად ვის ფუნქციონირება ხდება trunk link-ზე. რადგან trunk link-ი არის ის ლინკი, რომელიც ჩვენ საშუალებას გვაძლევს ერთ რაღაცა ლინკზე ბევრმა სხვადასხვა VLAN-მა იმოძრაოს. 10-მა, 20-მა, 30-მა და ასე შემდეგ. ეხლა გამიხილოთ მეგობრებო თვითონ VTP-ის ეგრეთ წოდებული როლები. რა როლი შეიძლება ჰქონდეს VTP ეგრეთ წოდებულ დომეინში თითოეულ switch-ს. VTP დომეინში მეგობრებო switch-ი შეიძლება იყოს server mode-ში ეგრეთ წოდებული switch-ი იყოს სერვერი. ანუ სერვერი არის switch-ი, სადაც ჩვენ გავაკეთებთ VLAN-ების კონფიგურაციას. დავამატებთ VLAN-ებს, წავშლით VLAN-ებს, რაღაც შესწორებებს ჩავიტანთ VLAN-ებში და ასე შემდეგ, ხო? შემდეგი არის client mode-ი, სადაც ჩვენ არ შეგვიძლია client mode-ში, client mode-ი როცა აქვს switch-ს, მან VLAN-ებს ვერ შევქმნით, ვერ წავშლით და ზოგადად VLAN-ების კონფიგურაციას ვერ განვახორციელებთ. ეს client switch-ი, რომელიც შეიძლება იყოს სამივე ამ შემთხვევაში. თქვათ ეს არის server switch. ჩვენ სერვერზე რომ შევქმნით რაღაცა VLAN-ებს, 10, 20 მნიშვნელობა არ აქვს, თუ ეს switch-ები ერთ დომეინში არიან, მაგას განვიხილავთ, რას ნიშნავს ერთ დომეინში ყოფნას და ასე შემდეგ, როგორ უნდა მოხდეს ამათი ერთ დომეინში გაერთიანება, თუ ესენი ერთ დომეინში არიან, მაშინ ამ switch-ზე VLAN-ების ნებისმიერ კონფიგურაცია ავტომატურად აისახება სხვა დანარჩენზე. ეს სიგნალს გააგზავნის ამ switch-ებთან, რომ ამ switch-ებმა ის კონფიგურაცია განახორციელონ, რაც მას გააჩნია. შემდეგი mode არის transparent mode. Transparent mode-ზე მეგობრებო, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, აი ამ შემთხვევაში ავიღოთ ეს switch. აი დომეინში გაერთიანებული არის ეს switch-ი, აი ამ დომეინში 4-ვე switch-ი ერთ დომეინში არის მოქცეული, VTP დომეინს გულისხმობ, ერთ ჯგუფში, ასე ვთქვათ, და ეს არის server switch, ხო? სიტყვაზე. ეხლა ამისგან ეს სიგნალი აქ რაღაც VLAN-ების შევქმნით, ამან სიგნალი გააგზავნა ამ switch-თან, ამან ეს სიგნალი მიიღო, ნახა VLAN-ის კონფიგურაცია, გაიმეორა ეს ყველაფერი და ეხლა რა შვება? თავისთანაც შექმნის ამ VLAN-ებს, ზუსტად იგივენაირად. ეხლა ეს გააგზავნის ამ switch-თან, ამ VLAN ამ მიღებულ სიგნალს. ეხლა ეს არის transparent mode-ში. აი ამ mode-ში არის ეს switch. ეხლა ეს რას იზამს? ეს ამ სიგნალს მიიღებს
და გაატარებს. საერთოდ არაფერს არ განახორციელებს კონფიგურაციას, რაც შეეხება. საერთოდ არაფერს არ გააკეთებს. ის არის უბრალოდ ეგრეთ წოდებული, ის აკეთებს სარკისებრ არნარეკლს, აი ამ მიღებული ინფორმაციას ეს უბრალოდ გადასცემს მის შემდგომ არსებულ switch-ს. გაატარებს ამ ინფორმაციას. ჩვენ ამ switch-ზე შეგვიძლია ვილანების შევქმნათ, წავშალოთ და ზოგადად ვილანების კონფიგურაცია განვახორციელოთ. და კიდევ არის ესეთი რეჟიმი off mode, ეგრეთ წოდებული, რომელიც საერთოდ მონაწილეობას არ იღებს VTP ეგრეთ წოდებულ advertisement, რასაც ქვია, რომ არ აგზავნის VTP advertisements აი სიგნალებს, რომელსაც მიიღებს მის წინამორბედი switch-ისაგან და ჩვეულებრივად შეგვიძლია ამ off mode-ში switch-ზე განახორციელოთ ვილანების კონფიგურაცია. შევქმნათ ვილანები, წავშალოთ და მოდიფიკაცია და ასე შემდეგ. ხო, აუცილებელია მეგობრებო განვიხილოთ VTP ვერსიები. არსებობს VTP-ის 3 ვერსია. version 1 ეგრეთ წოდებული, ვერსია 2 და ვერსია 3. ეს ვერსია 3 არის ყველაზე ახალი ვერსია და ამას აქვს კონკრეტული პლუსი დადებითი ის რომ ვილან 1-ზე, ვერსია 1-ზე და ვერსია 2-ზე რაღაც შეზღუდული რაოდენობით ვილანები იყო შესაძლებელი VTP დომეინში, მეგობრებო და აქ მთლიანად რა ვილანებიც კი არსებობს, ყველას კონფიგურაცია შესაძლებელია. აქ დაახლოებით იყო თუ არ ვცდები 1005 მაქსიმუმ. აქ არის 4000, რამდენიც არის 94 თუ რაღაც და მაგას ნახავთ დეტალურად, იქ ციფრი აღარ მახსოვს. ეხლა კიდე რა პლუსი აქვს მესამე ვერსიას. მესამე ვერსიის დროს, მეგობრებო, აი ჩვენ მაგალითად დომეინში შეიძლება გვყავდეს რამოდენიმე switch-ი, რომელსაც აქვს server mode. ეგრეთ წოდებული switch-ი, რომელიც არის server mode-ზე კონფიგურებული VTP დომეინში. ამ switch-ებზე შეიძლება ჩვენ ორივეზე დავამატოთ ვილანები, გამოვაკლოთ ვილანები და ის ავტომატურად აისახება ყველაზე. ორივე არის სერვერი, თანაბარ უფლებიანი არის ორივე. ვერსია 1-ზე და ვერსია 2-ზე, მაგრამ ვერსია 3-ის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია კონკრეტული switch-ი, მნიშვნელობა არ აქვს. სულ რომ ყველა switch-ი იყოს server mode-ში, ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ primary ეგრეთ წოდებული მთავარი switch-ი, რომელიც იქნება server-ი, მაგრამ იქნება მთავარი. მხოლოდ და მხოლოდ ამ primary switch-ზე შეიძლება ვილანების კონფიგურაცია. სხვა არც ერთ დანარჩენ server switch-ზე არ შეიძლება იგივეს გაკეთება. ხო, ეხლა მოდი მეგობრებო გავიხილოთ VTP კომუნიკაცია, VTP communication. არის მეგობრებო 3 ძირითადი კომუნიკაციის ტიპი, ეგრეთ წოდებული 3 ტიპის advertisement. ანუ სიგნალის გაგზავნა თვითონ switch-ების მხრიდან. მოდი გავიხილოთ პირველი. ხო, მეგობრებო, ეხლა ეს პირველი summary advertisement, ეგრეთ წოდებული რა არის? ეს არის სერვერი switch-იდან, თვითონ switch-იდან, რომელიც არის server mode-ში, იქიდან გაგზავნილი სიგნალი სხვა switch-ებთან, რომელიც 300 წამში ერთხელ, დაახლოებით 5 წუთში ერთხელ იგზავნება, ან მაშინ, როდესაც ვილანები ან ემატება, ან იშლება, ანუ ამოიღებული იქნება ვილანები წაიშლება, ან შეიცვლება. ის შეიცავს მეგობრებო VTP-ის ვერსიის ნომერს, დომეინის სახელს, ეგრეთ წოდებულ ყურეთ configuration revision number, ანუ კონფიგურაციის რევიზიის ნომერი და ამას განვიხილავთ რა არის ეს ნომერი და timestamp, ეგრეთ წოდებული timestamp. მეორე არის მეგობრებო, მეორე ტიპის advertisement, ეგრეთ წოდებული სიგნალის ტიპი არის subset. ეს თითქმის იგივეა რაც პირველი, ოღონდ ერთი განსხვავება არის, რომ ეს მაშინ იგზავნება, როდესაც ვილანის კონფიგურაციის ცვლილება მოხდება, რათა ინფორმაცია მიწოდებული იქნას სხვა switch-ებთან, რომ სხვა switch-ებმაც ეს ცვლილება განახორციელონ მათ შიგნით database-ში, ეგრეთ წოდებულ დავის ბაზაში. ხო, ეხლა კიდე არის მესამე client request. ეს როდის ხდება, მეგობრებო? აი მაგალითად ამ domains დაემატა რაღაცა switch-ი, ახალი switch-ი არის და ამ ახალი switch-ის revision number, ეგრეთ წოდებული რევიზიის ნომერი, რომელსაც განვიხილავ ჩვენ რა არის ეს რევიზიის ნომერი, არის დაბალი იმასთან შედარებით, რაც აქვს servers. რევიზიის ნომერი რაც უფრო მაღალი აქვს switch-ს, მით უპირატესად ითვლება დომეინში.
და მის სიგნალებს უსმენენ სხვა სვიჩები. როცა ამას აქვს დაბალი და თქვათ აქვს 0. რა თქმა უნდა, ამის რევიზიის ნომერი თუ არის 5 სიტყვაზე, ეს სიგნალს რომ გაუგზავნის ამას, რომ დაინახავს ამ რევიზიის ნომერს, იტყვის რომ ეს არის უპირატესი სვიჩი და ეს ამას თხოვს რომ გამომიგზავნე თუ შეიძლება უფრო დეტალური subset advertisement-ი, რომ მე შევცვალო ჩემს მონაცემთა ბაზაში ვილანების კონფიგურაცია. თუ არის რამე დასამატებელი დავამატო და ასე შემდეგ. ეხლა გავაკეთოთ მეგობრებო კონფიგურაცია თითოეულ სვიჩზე. მოდი წინასწარ გეტყვით ესეთ რაღაცას, რომ მე ამ სვიჩს ავიღებ როგორც ეს სვიჩი იქნება ჩემთვის სერვერი, ეს იქნება client სვიჩი, ამას გავაკეთებ transparent ეგრეთ წოდებული და ესეც იქნება client. ეხლა მე გავწერ მეგობრებო, უცებ კონფიგურაციას და მე განვიხილო დეტალურად რა შრება. ხო, მეგობრო, ეხლა გავაკეთე მე აქ კონფიგურაცია. პირველი რაც გავაკეთე არის შევქმნი VTP დომეინი. VTP დომეინი დავარქვი Cisco. შემდეგ გავაკეთე VTP version 3, ანუ ვერსია შევცვალე. VTP პასვორდი დავადე 123, მარტივი ამ შემთხვევაში რაღაც პრობლემები არ შევიქნა, არ დაგვაუწყდეს და ასე შემდეგ. და VTP mode. უყურეთ მეგობრებო, სპეციალურად გავაკეთე კითხვის შანი, რომ ამოგვიგდოს სხვადასხვა mode-ები. პირველი არის client, შემდეგ არის off, server-ი და transparent, რაც გავიარეთ. მე მინდოდა server-ი. Default-ად server-ი არის, მაგრამ მაინც გავწერე უბრალოდ საჩვენებლად. VTP mode server. აი მოდი გავიაროთ ხა თითოეული დეტალი. ნახეთ, მე ეს კონფიგურაცია რომ ნახო, ამისთვის დავწერე ეს do არის configuration, რადგან არის მაგდროს do-ს ვიყენებთ, ეს იცით, show VTP status. ნახეთ, VTP version capable. რამდენი რა ვერსიების ფუნქციონირება შეუძლია ამ switch-ს. 1-დან 3-მდე არის, მე ვიყენებ მე-3-ს, VTP domain name არის Cisco, pruning ამ შემთხვევაში disabled არის. და prunings განვიხილავთ, ესენი არ გვჭირდება, ეს device ID არის. ნახეთ, operation mode არის server-ი. Existing VLAN არის 11. მაქსიმუმი VLAN-ები, რომელთაც support, ანუ ხარდაჭერა შეუძლია არის 496. ხო, ეხლა გადავიდეთ შემდეგ switch-ზე და შემდეგი switch-ის კონფიგურაცია გავაკეთებ. მომიჯნავე switch-ის. ხო, ეხლა გადავიდეთ მეორე switch-ზე, მეგობრებო, და გავაკეთოთ მეორე switch-ზე, აი ამ switch-ზე მოდი განახებთ, აი ამაზე გავაკეთოთ client კონფიგურაცია. VTP domain Cisco და VTP დავიწყე ესე VTP domain Cisco, ანუ ამ დომეინში ჩავსვი ხა ამ ჯგუფში. შემდეგ VTP password-ი, ну ამის გარეშე ამ დომეინში ვერ ჩავსვავდი, იმიტომ რომ პაროლი მედო თვითონ დომეინზე. შემდეგ VTP version 3 და VTP mode client. მოდი ვნახოთ ხა რა ხდება შეგნით. აი ნახეთ მეგობრებო, do show VTP status რო ავკრიფავთ, განახებთ ეგ ყველა დეტალს, რაც მქონდა წინაზე. VTP operation mode არის transparent არ არის, client არის უდიში. ეხლა გადავიდეთ ამ switch-ზე. ეს გავაკეთოთ transparent. ეს switch-ი გავხადეთ transparent mode-ით, მეგობრებო, transparent switch-ი. წესით ეხლა ამ switch-ზე, აი ამაზე, VLAN-ები ავტომატურად არ უნდა შეიქმნას, როცა აქ მოვახდენთ VTP domain-ში VLAN-ების კონფიგურაციას. ეხლა ეს ისე client გავაკეთოთ, რომ ნახოთ ამ transparent-მა ნამდვილად გადასცა თუ არა შეტყობინება აი ამ ბოლო switch-ს. დავაკონფიგურიროთ ესეც და ვნახოთ. ამასაც ვაკეთებ client mode-ში ჩვეულებრივად. აი დავრწმუნდეთ ამ ბოლო switch-ს, კი ბატონო, client არის. მოდი ეხლა დავიწყოთ პირველ switch-ზე, აი ამ server switch-ზე, რომელიც ხო მეგობრებო, რა ძალიან მნიშვნელოვანი, მე რა გავაკეთე აქ. ამ switch-ს, ნახეთ, ჩვეულებრივად კონფიგურაციის რეჟიმში არა, ნახეთ, კონფიგურაციის რეჟიმში რო გადავდივარ და მინდა მე-3 ვერსიის VTP-ის დროს ეს switch-ი გავხადო primary, არ გაგაკეთებინებ. ნახეთ, არ შვება primary, VTP primary კონფიგურაციის რეჟიმში არ კეთდება. უნდა გამოხვიდეთ კონფიგურაციის რეჟიმიდან და შემდეგ უნდა აკრიფოთ VTP primary. დააწვევით enter-ს და გახდება ეს switch-ი ამ დომეინში primary server-ი. ეს მე უკვე გაკეთებული მაქვს, აგერ აჩვენებს ამას. ეხლა შევქმნი აქ VLAN-ებს და
ამ ვილანების განვრცობა ავტომატურად უნდა მოხდეს. გადავდივართ ჩვეულებრივად კონფიგურაციის რეჟიმში და ვიწყებ ვილანების შექმნა. აი, ორი ვილანი შევქმენი, ვილან 10, რომელსაც დავარქვი ვილან, HR ვილანი, ვილან 20, რომელსაც დავარქვი data ვილანი. ნახოთ ახლა ეს ვილანები ამ switch-ში ჯერ. ვილანების brief-ი რო ამოვაგდოთ. ხო, აი, აგერ არის მეგობრებო, 10 და 20. ეხლა მოდი გადავიდეთ აი ამ switch-ზე, ნახოთ თუ არის იგივე ვილანები. არ არის. ეხლა რატო არ არის? აი ეს არის საინტერესო მეგობრებო, ეხლა რადგან ჩვენ აქ ვილანები არ აგვაქვს, ეს ნიშნავს რომ ლინკში რაღაც ხდება. წესით უნდა გქონდეს, ხო? იმიტომ რომ VTP დომეინი შექმნილია და ყველაფერი წესით რიგში უნდა იყოს, მაგრამ ესე არ არის. რადგან ეს ლინკი დეფოლტად არის access ლინკი. რომ ესეთი ბრძანება არსებობს, მეგობრებო, რომელიც ახლა ძალიან ბევრ რაღაცას ამოგვიგდებს, ამიტომ მე შევეცდები მაქსიმალურად შევამოკლო ეს ბრძანება და განახოთ შედეგი. აი ნახეთ მეგობრებო, ესეთი ბრძანება არის show run all, რაც გიჩვენებს აი ამ ინტერფეისზე default კონფიგურაციას, ყველა აბსოლუტურად ყველა კონფიგურაციას. Default-ად ამ switch-ზე ხა თუ დავაკვირდებით, აქ უნდა იყოს access ლინკი არის ეს switch. მოდი მოვძებნოთ ერთ. აი, switch port access-ი. ანუ access ლინკი არის. access ლინკზე არ მოხდება ფიზიკურად, ხო? კონფიგურაცია. ამიტომ ჩვენს უნდა შევცვალოთ ეს ლინკები, უნდა გავხადოთ ყველა trunk ლინკები, რომ ვილანების მიმოსვლა მოხდეს ჩვეულებრივად. შევცვალოთ ახლა ეს ლინკები, უცებ და მე ვისაუბროთ უკვე trunk ლინკებზე ცალკე ვისაუბროთ. ხო, აქ ინკაპსულაცია უნდა შეცვალოთ აუცილებლად, რადგან თავიდან ისე პირდაპირ გავაკეთე switch mode trunk, მაგრამ ინკაპსულაცია იყო, ანუ ავტოზე ეყენა და ამ შემთხვევაში trunk mode ვერ განხორციელდებოდა. მე შევცვალე ინკაპსულაცია .1 queue-ზე და მე ჩვეულებრივად trunk link-ი შევქმნი. ეხლა იგივე გავაკეთოთ switch 1-ზე. იბატონო. და ყველა link-ზე გავაკეთოთ ერთი და იგივე barem ინკაპსულაცია. Gigabit 0.1-ზე და 0.2-ზე გავაკეთე მე იგივე კონფიგურაცია. ეხლა გადავალ ამ switch-ზე, იგივეს გავაკეთებ ზუსტად აქაც. უბრალოდ გავაკეთებ აქ ერთი განსხვავებით range კომანდის ქვემოთ გავაკეთებ, მაგას განახეთ. Interface range, აი ეს ეკეთება interface range-ი, 0, ამ შემთხვევაში 0 და 1 მაქვს მე ინტერფეისები და ამათ დავაკონფიგურებ encapsulation.1 queue იქნება switch port mode trunk ეს შემოკლებლად. გავაკეთოთ იგივე client-ზეც ბოლოზე interface 0.0 კი ბატონო, მოდი ახლა ნახოთ. ვილანები არის თუ არა. როგორც ხედავთ, არის ძალიან კარგია. აქ გვაქვს. მოდი ახლა ნახოთ, აქ გვაქვს თუ არა. აი ამ switch-ზე. ამ switch-ზე მეგობრებო, ახლა ამას არ მიაქციოთ ყურადღება. ეს ვილანები და ეს ვილანები ერთი და იგივე არ არის. მე ამ switch-ზე ჩემით მქონდა შექმნილები ვილანები, ანუ default-ად მქონდა ვილანები შექმნილი და ეხლა რო წავშლი აბსოლუტურად თავიდან არ მოხდება ვილანების კონფიგურაცია. მე ამ ვილანებს ეხლა უბრალოდ წავშლი რო განახოთ, რომ ეს უბრალოდ მქონდა მე შექმნილი ამ switch-ზე ვილანები და იმის შედეგი არ არის, რომ ეს ამ დომეინის ნაწილი არის. მოდი უბრალოდ წავშალოთ. აი წავშალე, როგორც ხედავთ, კიდევ ერთი დეტალი, transparent mode-ზე ვილანების კონფიგურაცია შესაძლებელია. ეხლა მე რო client switch-ზე გადავალ, აი განახებთ ეხლა ამ switch-ზე, ვილანი ვერ უნდა შევქმნე. აი ნახეთ, VTP ვილანის კონფიგურაცია არ არისო დაშვებული, როცა მოწყობილობა არის client რეჟიმშიო. ხედავთ? იგივე უნდა იყოს ხა ამ transference წესით. ეს შეტყობინება უნდა გადაიცა ამ ბოლო switch-ისთვის და მე უნდა მქონდეს აქ ვილანების კონფიგურაცია მზად. აი კი ბატონო, აგერ არის. ეხლა transference დავუბრუნდეთ და მე აქ არ უნდა მქონდეს საერთოდ ვილანი. კი ბატონო, ვილანები არ მაქვს. ხო, VTP-ზე სულ ეს იყო მეგობრებო, ეხლა ჩვენ აქ გავაკეთეთ საკმაოდ ნორმალური კონფიგურაცია. ეს CCNA-ის დონეზეც ძალიან სასარგებლო ინფორმაცია არის. CCNP-ის დონეზე, CCNP გამოსვლაზე მე მგონი საერთოდ აღარ არის VTP, მაგრამ ნუ კარგი არის, წარმოდგენა რო გქონდეთ, მაგრამ VTP არის ცოტა საშიში პროტოკოლი და რატო არის საშიში პროტოკოლი, ეხლა ამას განახებთ. ხო, აი აგერ არის მეგობრებო, ეს ერთ-ერთი ბრძანება არის, თუ გვინდა რომ ნახოთ რა device-ები არის ამ ანუ VTP დომეინში, აი device ID-ები არის აგერ და ეს უბრალოდ გიჩვენებთ ამ device-ების ინფორმაციას. აი revision number, რასაც გეუბნებოდით. ეს არის საკმაოდ
აი ამის გამო არის ყველას რო ეშინია VTP პროტოკოლის, რადგან ეს revision number რას შვება ახლა ჩვენ ეს ასე თუ ისე კი გავიარეთ, მაგრამ მოდი ახლა კარგად ჩავუღმავდეთ რა არის ეს revision number. წარმოვიდგინოთ ესეთი სცენარი, მეგობრებო, რომ აი რაღაცა switch-ი მოვიდა რა. ხო, თქვათ რაღაცა switch-ი მოვიდა, რომელიც იყო რაღაცა domain-ში, რომელი domain-ის სახელი იყო აი სიტყვაზე Cisco. აი მაგალითად, რაღაც domain-ის სახელი იყო Cisco. და ეს switch-ი იყო იმ domain-ში მთავარი switch-ი, თქვათ. და რამდენ ვილანსაც შექმნიდა ეს switch-ი, თითო ვილანის შექმნაზე revision number იწევს ზემოთ. 1, 2, 3, 4 რამდენი ვილანი შექმნება, იმდენი revision number იმდენით მოემატება და თუ რაღაცა switch-ი მოვიდა domain-ში, რომლის domain-ის სახელი ემთხოვდა ამ domain-ს, ავტომატურად ეს switch-ი როცა დაუკავშირდება ამ domain-ს, ხო? თუ მისი revision number უფრო მეტია, ვიდრე ეხლა ამ switch-ის, რომელიც ამ domain-ის primary server-ია სიტყვაზე. ნუ აქ primary არ უნდა იყოს გააქტიურებული. უბრალოდ უნდა იყოს server switch-ი, რომლის revision number-ი არის 3 და რომელიც ახდენს ვილანების კონფიგურაციას ამ domain-ში. ეს switch-ი, სტუმარი switch-ი რო გააგზავნიდა signals, უბრალოდ რომ მიიღებდა signals subset advertisements და რომ ნახავდა რომ მისი revision number უფრო მეტია ვიდრე ამ switch-ის, ის თავის თავს უპირატესად მიიჩნევდა თვითონ დააგზავნიდა ეხა ყველასთან თავის signals და თუ მასში ვილანების რაოდენობა იყო 0, ყველა switch წააშლევინებდა აბსოლუტურად ვილანებს. ან თუ სხვა ვილანები ქონდა, მაინც წააშლევინებდა და თავის ვილანებს დააკონფიგურირებინებდა ამ switch-ებს. ანუ შეუძლია მთლიანი ქსელის, ასე ვთქვათ, განადგურება ერთ switch-ს ამ revision number-ის გამო. ამიტომ არის ყველას რო აი ასე ვთქვათ, არ უყვარს ეს პროტოკოლი, ეშინოდათ ამის და ცდილობდნენ მის არ გამოყენებას. მაგრამ ჩვენ აი ეს primary გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს primary იქნება ის switch-ი, ოღონდ ეს კონფიგურაცია მესამე ვერსიაზე კეთდება, ვერავინ ვერ გააკეთებს ამ primary switch-ის გარდა ვილანების კონფიგურაციას. ამიტომ ეხლა უსაფრთხო. მოდი ეხლა გავიაროთ, მეგობრებო, ის მექანიზმი, რომელმაც ჩვენ ეგრეთ წოდებული საშუალება მოგცა, რომ VTP პროტოკოლი აგვემუშავებინა. ეს არის პროტოკოლი, რომელსაც ქვია DTP. იგივე Dynamic Trunking Protocol. Dynamic Trunking Protocol. კი ბატონო, რა არის ხა ეს DTP Dynamic Trunking Protocol, რას გვაძლევს, რაში გვეხმარება, როდის გამოვიყენებთ და რა ზოგადად ამის კონფიგურაციას როგორ ხდება. გავიაროთ ხა ეს დეტალურად. ხო. DTP არის მეგობრებო პროტოკოლი, რომელიც ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ ავირჩიოთ. ეხლა ჩვენ ამ ლინკზე გვინდა თუ არა ბევრმა ვილანმა იმოძრაოს. ვილან 10-მა, ვილან 20-მა, ვილან 30-მა. ნუ რამდენი ვილანი ჩვენ გვინდა იმდენმა ვილანმა. ხო. DTP-ს აქვს ესეთი ფუნქცია, მეგობრებო, უბრალოდ მოდები, რეჟიმები. პირველი რეჟიმი არის trunk mode, ეგრეთ წოდებული, მეორე არის dynamic desirable, მესამე არის dynamic auto. ეხლა trunk link-ი, აი მაგალითად ჩვენ გვინდა რომ აი ამ ორ link-ს, უბრალოდ ორ ინტერფეისს შორის, აი ეს link-ი იყოს trunk link-ი. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ შემდეგნაირად. პირველი შევდივართ პირდაპირ ინტერფეის კონფიგურაციის რეჟიმში და ამ links გავუწერთ ხელით, ეგრეთ წოდებული manual კონფიგურაციას გავაკეთებთ, trunk-ი აქეთ. So მორჩა ეს ორივე link-ი არის trunk-ი. და მე მინდა ეს ორივე კი არა, ეს link-ი არის trunk link-ი და აქ მოხდება ვილანების გატარება ჩვეულებრივად. ეხლა სიტყვაზე ჩვენ გვინდა რომ ეს link-ი იყოს კიდე როგორ შეგვიძლია კონფიგურაცია მეორენაირად. აქეთ იყოს desirable. და აქეთ იყოს ისევ desirable. მეორე link-იც იყოს desirable. ამათ შემთხვევაში link-ი მაინც იქნება trunk-ი. აქ თუ არის auto და auto-ზე, ხო?
ლინკი ჩვანკი არ იქნება, ლინკი იქნება access ლინკი. თუ არის ისეთი შემთხვევა, როცა არის desirable და auto. ანუ ერთი მხარე არის desirable, მეორე მხარე არის auto. მაშინ ლინკი მაინც ჩვანკი იქნება. ანუ როგორ შეგვიძლია ჩვენ მივიღოთ ჩვანკ ლინკი DTP-ის მეშვეობით. ჩვანკთან არის შედეგი არის ჩვანკ ლინკი, ჩვანკი desirable-თან არის შედეგი ჩვანკ ლინკი, desirable-თან შედეგი არის ჩვანკი, desirable autos-თან არის ჩვანკი, ჩვანკი autos-თან არის თავისთავად ჩვანკი, autos-თან არის access-ი. გავიგეთ ხო? ანუ ჩვენ ბევრი სხვადასხვა კონფიგურაციის ვარიანტი გვაქვს იმისთვის რომ მივიღოთ ჩვანკ ლინკი, მაგრამ მე გირჩევთ მეგობრებო, რომ თუ გვინდა რომ ეს ლინკი იყოს ჩვანკი, პირდაპირ კონფიგურაციის რეჟიმში გადადით და ორივე ლინკი განათავსეთ ჩვანკ პორტში. ეს იქნება სულ ასე და არაფერი პრობლემა რაღაც ასეთი პრობლემები ისგან თავს აირიდებთ, პირდაპირ შედით ინტერფეისის კონფიგურაციის რეჟიმში და ჩვანკ ლინკი გახადეთ. არ დაგავიწყდეთ ენკაპსულაცია .1q. კი ბატონო. მოდი უცებ გავაკეთოთ ახლა ჩვენ აი DTP-ის კონფიგურაცია ძალიან მარტივია. უბრალოდ ჩვენს უკვე გავაკეთეთ. გადავდივართ სიტყვაზე აი ამ ორ ლინკს შორის გვინდა მაგალითად წამოწიოთ ჩვანკ ლინკი. ეს უკვე გაკეთებული, ყველგან გაკეთებული გვაქვს ჩვენ, მაგრამ მოდი მაშინ ვნახოთ ახლა ჩვენ საერთოდ რა ვილანები გვაქვს. უბრალოდ მოდი ჩვანკის კონფიგურაცია ვნახოთ და მე გეტყვით ერთ დეტალს, ძალიან მნიშვნელოვან დეტალს. მოდი ნახოთ ესე. კონფიგურაცია უბრალოდ იმის სათვის რომ ჩვენ ვნახოთ ჩვანკის კონფიგურაცია, შეყავს ესეთი ბრძანება. To show interface trunk. და ეს ამოგვიგდებს trunk უყურეთ mode არის on. ანუ ეგრეთ წოდებული სტატიკური კონფიგურაცია მაქვს გაკეთებული ამაზე, ანუ მე პირდაპირ გავწერე switchport mode trunk interface-ის ქვემოთ და არ მიმიწერია desirable და ასე შემდეგ. პირდაპირ ხელით გავწერე trunk-ი მინდოდა რომ ყოფილიყო. ნახეთ ახლა აი ეგ არის სამი ვილანი. ვილან 1, ვილან 10 და ვილან 20 და allowed ვილანი trunk-ში არის ყველა. ჩვენ შეგვიძლია მეგობრებო ეს შევცვალოთ. მე შემიძლია რომ რაღაცა ინტერფეისზე allowed ვილანები იყოს ის რაც მე მინდა უსაფრთხოებისთვის ეს ასე ვთქვათ კარგიც კი არის და მოდი უბრალოდ გავაკეთოთ ეს როგორ გეთდება. უბრალოდ გადავდივართ ინტერფეისის კონფიგურაციის რეჟიმში. აუცილებელია ეს ინტერფეისი იყოს trunk ლინკი და ვაკეთებ ესეთ რაღაცას. switchport trunk allowed VLAN და main VLAN-ების გავწერ რა VLAN-ებიც მინდა რომ ამ ლინკზე მოძრაობდნენ. შეიძლება სულ არ მინდა მე რაღაცა VLAN-ება რომ მოძრაობდნენ ამ ლინკზე და ის მინდა რომ დაიბლოკოს 1, 10 და 20. კი ბატონო. ეხლა თავიდან ვნახოთ აბა switchport აი ეს ბრძანება. ნახეთ VLAN-ები რომელიც დაშვებულია ამ ლინკზე, აი ამ ინტერფეისზე. ეხლა შეიცვალა. მაშინ ყველა იყო, ხო? ეხლა არის აი ეს 3. ეს კარგია. მე შემიძლია ხა იგივე გავაკეთო ამ switch-ებზე და მოდი ბარემ გავაკეთო. აი იგივე switchport trunk allowed VLAN 10 20 1. კი ბატონო. Do show interface trunk იგივეს გვიჩვენებს ამ შემთხვევაშიც. შემდეგ switch-ებზეც გავაკეთოთ ბარემ. კი ბატონო, გავაკეთე მე მესამე switch-ზეც, ზუსტად იგივე ბრძანება გავწერე. switchport trunk, ანუ range command-ით allowed VLAN 1 10 20. გავაკეთებ მესამეზეც ბარემ, იყოს ყველაზე ერთნაირი კონფიგურაცია, კარგი არის. ცუდი არ არის. კი ბატონო, აქაც იგივე გვაქვს ზუსტად. ხო, ერთი რაღაცა, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. ნახეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რა ველი არის, native VLAN, native VLAN ეგრეთ წოდებული. მოდი ამას დავარქოთ ჩვენ ქართულად შობლიური VLAN. native VLAN
ამ შემთხვევაში არის 1. თუ რომელიმე switch-ში native VLAN-ი არის სხვადასხვა, ეს არის შეუსაბამობა და ჩვენ ვერ მივიღებთ trunk links. აუცილებელია მეგობრებო, რომ ყველა იმ link-ზე, რომელიც trunk link-ით არის დაკავშირებული, ყველგან იყოს native VLAN-ი ერთი კონკრეტული რაღაცა, ერთ ქსელში ზოგადად. თქვენ შეგიძლიათ ეს native VLAN-ი უსაფრთხოების მიზნით შეცვალოთ და ამას ეს არის პრაქტიკა, რომელსაც აკეთებენ native VLAN-ს ცვლიან ისეთზე, რომ იმ VLAN-ზე, რომელსაც რეალურად არ იყენებს ადამიანი, არ ვიცი, ნებისმიერი 575 999 100 რაც გინდათ. ოღონდ native VLAN-ს თუ შეცვლით ერთ switch-ზე, დარწმუნდით, რომ ეს native VLAN-ი შეცვლება აბსოლუტურად ყველა switch-ზე, რომელიც დაკავშირებულია ერთმანეთთან. თორე თქვენ სიშლოგებით დაიტანჯებით, ცადეთ და ნახავთ სიშლოგებს ამოგიგდებთ, რომ იქ native VLAN mismatch-ია, იქ სხვა native VLAN-ია, აქ სხვა native VLAN-ია და მოკლედ ეს არ არის კარგი. მამა წყალია იარაღი. ხო, ეხლა მეგობრებო, ძალიან საინტერესო საკითხი უნდა განვიხილოთ ჩვენ. ეს საკითხი არის Ether channel bundle. Ether channel bundle. Ether channel, ეგრეთ წოდებული port channel-ი იგივე, ამას ან Ether channels ეძახიან, ან port channels. ორივე არის მისაღები. ზოგადად რაში გვჭირდება ახლა ჩვენ Ether channel-ი, რა სახის Ether channel-ები არსებობს, როგორ ხდება მისი კონფიგურაცია, troubleshooting-ი, ვერიფიკაციის ბრძანებები და ასე შემდეგ. ყველაფერს განვიხილავთ მეგობრებო ახლა ჩვენ და დავიწყოთ. პირველი არის ის, თუ საერთოდ რაში გვჭირდება Ether channel. მინდა მიაქციოთ ყურადღება მეგობრებო აი ამ links. ეს არის ახლა spanning tree-ის მიერ დაბლოკილი, როგორც ხედავთ. და მხოლოდ ეს ორი switch-ი რო არსებობდეს ერთმანეთთან დაკავშირებული. სიტყვას ეს უცებ ეს ერთი წამით დავივიწყოთ, ეს არ მივაქციოთ ყურადღება. გვაქვს აი ეს ტოპოლოგია. ამ ტოპოლოგიაში თქვენ კარგად ხედავთ მეგობრებო, რომ აი ეს ლინკი არის გათიშული. რომასე? ნახეთ, მივაახლოვე. აი ლინკი არის გამორთული. რატომ არის ხა ეს ლინკი გამორთული? Spanning tree ამუშავდა და მაგიტო. მოდით ნახოთ ხა ეს როგორ გამოიყურება აქ. აი show spanning trees რომ ავკრიფოთ მეგობრებო. ჩვენ ამოგვიგდებს, ნახეთ, 0-2 ინტერფეისი გვაინტერესებს, ხო? აი ამ switch-ის. ხო, მეგობრებო, ახლა ამას ვუყურებ. აი, VLAN, ნახეთ, რეალურად gigabit interface 0.2 არის blocking stage. ამ switch-ზე blocking stage-ი არის, ხო? ჩვენ თუ გვინდა რომ აი ამ interface-მას გაატაროს ტრაფიკი ჩვეულებრივად, ხო, მოდი ახლა თავიდან გავაკეთოთ იქ რაღაც ცოტა აურია, transparent mode რომ მქონდა switch-ზე, ცოტა არ მომეწონა როგორც იქცეო და მოდი ახლა ვნახოთ მეგობრებო, აი აქ ჩავიხედოთ. ხო, რეალურად მეგობრებო, ახლა ეს არის primary root bridge, ხო? კი ბატონო, this bridge is a root. ეს არის root bridge. ეს არის მომიჯნავე switch-ი, რომელიც არ არის root bridge, მისი ეს ინტერფეისები, ერთი ინტერფეისი არის forwarding stage-ი, მეორე არის blocking stage-ი. ეს არის blocking stage-ი, რომ loop-ი არ მოხდეს მათ შორის. გადავტვირთავ ახლა ინტერფეისს. ხო, ორზე მიჩვენებს რომ not connected. მოდი ახლა ეს დავათრაბლშუტებ უცებ და ნახოთ რა ხდება. ხო, აი მეგობრებო, spanning trees სტატ იმას ვხედავთ, რომ gigabit 0.2 ინტერფეისზე forwarding state-ი ამ VLAN-ებისთვის არ აქვს. ამ ინტერფეის მარტო არის აი ამ ინტერფეისზე 0.0-ზე და 0.1-ზე. მე 0.0 საერთოდ არ მინდა ამას გავთიშავ. ხო, ამჯერად არ ვიცი მეგობრებო, ცოტა გააჩმახა მან მიჩვენებს რომ 0.2 ინტერფეისი არის forwarding stage-ი. რეალურად forwarding state-ი არ არის. არის blocking stage. და ეგრეც უნდა იყოს. და უნდა იყოს ალტერნატიული პორტი. იმიტომ რომ ეს არის RSTP პროტოკოლი არის და ორი ლინკი არის, ერთი აუცილებლად უნდა იყოს blocking stage, თორემ forwarding loop-ი მოხდება და აუცილებლად.
მეგობრებო, როგორც იქნა დავათრაბლშუთეთ, რაღაცა პრობლემა ქონდა აქ, ცოტა გააჩმახა, მაგრამ ვაგვარეთ, მოკლედ. აი ხა ვხედავთ ნათლად რომ Spanning Trees, აი ეს პორტი არის დაბლოკილი. ეს ლინკი მე არ მაინტერესებს, იმიტომ რომ არ ვიყენებ. როგორც ხედავთ, აქ გვაქვს, 0.1-დან 0.0 ინტერფეისები. ეხლა რა გვინდა? მეგობრებო, როგორც ხედავთ, ერთი პორტი აქ არის დაბლოკილი, აი ეს პორტი არის დაბლოკილი, შესაბამისად ეს ლინკი არის უფუნქციო. ტრაფიკის აი ამ სვიჩიდან სვიჩამდე ტრაფიკის მოძრაობა არის შეზღუდული, ანუ ერთ ლინკზე არის მხოლოდ ტრაფიკის მოძრაობა შესაძლებელი, ხო? ჩვენ ახლა სიტყვაზე რომ გვინდოდეს ორივე ლინკის გამოყენება, ლუპი მოხდება, ხო? ანუ ტრაფიკი აი ესე იმოძრავებს უგზოვრობ. და either channel-ი ჩვენ გვეხმარება ამ დროს, ძალიან გვეხმარება ამ ლინკების შეკურა, ეგრეთ წოდებული შეკურა ჩვენ შეგვიძლია either channel პროტოკოლის მეშვეობით, აი ესე შევკრავთ ამ ლინკებს და გამოჩნდება ეს როგორც ერთი საერთო ლინკი. თითქოს ეს არის ერთი ლინკი, ლოგიკური ლინკი, რა თქმა უნდა, და არა ფიზიკური. თვითონ switch-ის ლოგიკა ამას შემდეგ აღიქვას როგორც ერთ ლინკს და თუ არის ეს 1 გიგაბიტიანი, ეს 1 გიგაბიტიანი, ესეც 1 გიგაბიტიანი, ეს ლინკი საბოლოო ჯამში იქნება 2 გიგაბიტიანი შეკრული ლინკი. ეხლა ამისთვის რა პროტოკოლები არსებობს ამის შესაკრავად? ჩვენ შეგვიძლია სტატიკური გავაკეთოთ, სტატიკური შეკრა ეგრეთ წოდებული, რომელიც არის mode on. მეორე არის ესეთი პროტოკოლი, რომელსაც ქვია PAGP, ეგრეთ წოდებული PAGP. მესამე არის LACP, LACP. PAGP არის მეგობრებო Cisco proprietary, ანუ Cisco-ს საკუთრება არის, მისი შექმნილი პროტოკოლი არის, ხოლო LACP ეს არის ზოგადად რა, ნებისმიერ open სტანდარტი არის, ღია სტანდარტი არის, ეგრეთ წოდებული ეს პროტოკოლი, რომელიც ასევე ჩვეულებრივად მუშაობს Cisco-ს device-ებზე. ამათი კონფიგურაცია მეგობრებო, ეხლა ჩვენ გავიაროთ. ნახოთ, ხო მართლა სტანდარტზე მინდა მესაუბრა, ეს უბრალოდ ისე ცნობისთვის ამ სტანდარტს ქვია Ether Channel-ს ქვია მეგობრებო Eero2.38d. IEEE-ის სტანდარტი არის ეს. არსებობს მეგობრებო Layer 2 Ether Channel-ი და Layer 3 Ether Channel-ი. Layer 2 Ether Channel-ის შემთხვევაში მეგობრებო ჩვენ სხვანაირად ვაკეთებთ, უფრო მცირე კონფიგურაცია არის საჭირო, switch პორტებზე ეკეთება ეს, ხოლო Layer 3-ის კონფიგურაცია არის მეგობრებო როუტერების ლინკების შესაკრავად, მაგრამ შეიძლება გამოყენებული იქნას Layer 3-ის switch-ების შემთხვევაშიც. Switch-ი რომელსაც აქვს ფუნქცია routing-ის, მაგრამ არ დაგვაუწყდეს პორტი უნდა გავთიშოთ, no switch port ბრძანება უნდა გავაკეთოთ პორტზე, რომ ამ პორტს switch port ფუნქცია ამ პორტის switch port ფუნქცია გადავიყვანოთ routing ფუნქციაში. ანუ routing უნდა არის მივცეთ ასე თქმა და დაინახოს ამ port channel-ის კონფიგურაციამ შემდეგ რომ ეს ლინკი არის რეალურად Layer 3 ლინკი. კაი, მოდი გავიაროთ ხა თითოეული მათგანი რა არის, მოდი დავიწყოთ PAGP-ით. PAGP-ის პორტის მოდები ეგრეთ წოდებული რეჟიმები არის auto და desirable. მეგობრებო, გავითვალისწინოთ რომ auto და auto ერთმანეთთან port channels არ ქმნის. Desirable და desirable port channels ქმნიან. ხოლო desirable და auto ასევე ქმნიან port channels. შემდეგი არის LACP, ეს open სტანდარტი, რომელიც არის ეს უფრო ხელსაყრელი არის და ჩვენ ამას გამოვიყენებთ, ამას გავაკეთებთ კონფიგურაციას. PAGP-ზე არ გავაკეთოთ, თითქმის ერთი და იგივე, უბრალოდ აქ უფრო კომფორტული არის. თვითონ კონფიგურაციის დროს აქ არის მოდები ეგრეთ წოდებული passive და active. თავისთავად active და active link ერთმანეთთან ქმნიან port channels, active და passive-იც ქმნიან, მაგრამ passive და passive არ ქმნიან. ხო მართლა, ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, PAGP-ის შემთხვევაში, PAGP აგზავნის მეგობრებო თავის ეგრეთ წოდებულ advertise message-ებს აი ამ MAC address-ზე, multicast MAC address-ზე, რა თქმა უნდა. აი ამ multicast MAC address-ზე აგზავნის თავის advertise message-ებს ეგრეთ წოდებულს. ხოლო LACP აი ამ MAC address-ზე აგზავნის. აი ამ MAC address. გებათ, ეხლა მოდი გადავიდეთ უშუალოდ კონფიგურაციაზე, გავაკეთოთ Layer 2 კონფიგურაცია დღეს. გადავდივართ პირველ switch-ით ვიწყებთ. გადავდივართ კონფიგურაციის რეჟიმში.
interface range ბრძანებით გადავდივარ interface-ის ორივეზე ერთად თანაბარი რო იყოს, ამიტომ interface კონფიგურაციის რეჟიმში გადავდივარ უშუალოდ და ვაკეთებ ესეთ რაღაცას. Channel group 1 mode active. ანუ port channel-ის ჯგუფს ვქნი ნომრით 1, ხოლო mode იქნება active. აწვევი enters და ავტომატურად იქმნება ეს გაითვალისწინეთ მეგობრებო, ავტომატურად იქმნება port channel interface. ხო მართლა ერთი რაღაც დამოვიჯდა მე თქვა, სანამ port channel interface-ზე კონფიგურაციას გავაკეთებთ, კარგი პრაქტიკა არის მეგობრებო, რომ პორტი გავთიშოთ. Shutdown გავუკეთოთ ports. რადგან ეს ასე ვთქვათ, პრევენციას მოახდენს იმისა, რომ რამე პრობლემა რო იყოს ლინკებზე და რაღაც შეუსაბამო რო იყოს, აი ძალიან ბევრი პრობლემისგან თავს ავირიდებთ რა. ჯერ უნდა მოვახდინოთ shutdown-ი ამ პორტების, გავაკეთოთ პორტებზე კონფიგურაცია, დავწმუნდეთ, შევადაროთ, რომ ლინკები ნამდვილად ყველაფერი ლინკებზე ემთხვევა ერთმანეთს. თუ trunk-ი არის ერთი მხარე, მეორე მხარეს აუცილებლად trunk-ი უნდა იყოს და გავივლით კიდე იმ ახასიათებლებს, ამ ახასიათებლების აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს port channel-ის კონფიგურაციის დროს. მოდი ახლა უცებ აი ესეთი ბრძანება არის show either channel-ი. ჯგუფი არის 1, უყურეთ group state არის layer 2. კი ბატონო, 2 პორტი არის გაერთიანებული, მაგრამ მაქსიმალური პორტების რაოდენობა არის 4. პროტოკოლი არის LACP. ხო, ესეთი ბრძანებაც არის მეგობრებო, show either channel summary. ეხლა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბრძანება, ეს უნდა გავიაროთ კარგად. ნახეთ მეგობრებო, აქ გიჩვენებს რომ ერთი ჯგუფი არის. port channel-ი შექმნილი არის სახელწოდებით port channel 1, პროტოკოლი არის LACP. ეს ინტერფეისები არის, ნახეთ, down. ანუ გათიშულია ახლა ჩვენი port channel-ი. მერე გადავალთ ჩვენ port channel-ზე და ამას ჩავრთავთ. მოდი ახლა ვნახოთ თვითონ port channel-ის ინტერფეისი. კი ბატონო, ნახეთ, port channel ინტერფეისი შექმნილია, მაგრამ არის გათიშული. სტატუსი არის down. ამას მერე ჩვენ აუცილებლად შევცვლით. ახლა უბრალოდ გადავიდეთ შემდეგ switch-ზე და გავაკეთოთ შემდეგ switch-ის კონფიგურაცია. ხო, ახლა გადავედი მეორე switch-ს, გავაკეთე მეორე switch-ს ზუსტად ანალოგიური კონფიგურაცია. უბრალოდ ერთადერთი რაც გავაკეთე, active mode-ის მაგივრად passive mode-ი მივუთითე, რომ ნახოთ active და passive ერთმანეთთან როგორ ქმნიან either channel-ის links. აქაც გიჩვენებთ, ნახეთ მეგობრებო, ეს მივუთითებს, რომ აგერ არის განმარტება. layer 2 link-ია, ანუ either port channel-ის layer 2 არის, D არის, down არის ამ შემთხვევაში link-ი. მოდი ახლა ნახოთ. კი ბატონო, ნახეთ აგერ სისლოგები წამოიღო ეგრევე. აი აგერ გვეუბნება რომ interface knowledge-ო suspended. LACP currently not enabled on the remote portal. კი ბატონო, მოდი გავაკეთეთ ახლა მეგობრებო, ყველაფერი port channel-ი შევკარით. ნახეთ, აიღურეთ ეს use გვიწერს. In use არის U, S არის layer 2. ხოლო P რასაც გვიჩვენებს აქ. ეს არის bundled in port channel. იგივე არის ზუსტად აქაც. კი ბატონო, ზუსტად იგივე შედეგი გვაქვს აქაც. აი ეს ბრძანება show either channel summary. ეხლა რა ხდება მეგობრებო, გადავხედოთ show runs. რას გვიჩვენებს show run? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უყურეთ, port channel-ზე თვითონ ინტერფეისზეც ზუსტად იგივე კონფიგურაცია უნდა იყოს, რა კონფიგურაციაც გვაქვს იმ ინტერფეისზე, რომელი ინტერფეისებიც შევკარით. რეალურად ეს port channel-ი არის ამ ინტერფეისების ანარეკლი, სხვა არაფერი არ არის. თუ არის ინტერფეისი trunk-ი, აუცილებლად უნდა იყოს ამ ინტერფეისის კონფიგურებული trunk-ი. თუ არის ენკაპსულაცია დათვანქი, აქაც აუცილებლად დათვანქი უნდა იყოს და მათ შორის allowed VLAN-ებიც უნდა იყოს ზუსტად იდენტურად დაკონფიგურირებული. აქ 1, 10 და 20 მაგრამ. სამივე ამ ორივე ინტერფეისზე კონფიგურაცია ხო უნდა იყოს იდენტური. ასევე port channel-ზე ხო უნდა იყოს იდენტური. ზუსტად იგივე უნდა იყოს მის მომიჯნავე switch-ის ორივე პორტზე და პლუს port channel ინტერფეისზე კონფიგურაცია. ზუსტად ერთნაირი უნდა იყოს. რამე რო იყოს სხვანაირი, ხა მე აქ trunk mode-ი რო ამოვიღო, port channel-ს ვერ მივიღე. გამორიცხულია, უბრალოდ არ მექნება რა.
ხო, ეხლა ეს ბრძანებაც განვიხილოთ, ეხლა გადავხედოთ ცოტა ვერიფიკაციას. აი ესეთი ბრძანება არის. Show interface port channel 1. ერთი ამ შემთხვევაში. რა port channel-ის მე მაქვს, ის უნდა განვიხილო, ხო? უბრალოდ port channel is APO მეუბნება, line protocol-ი არისო ამოწეულიო და კავშირში არისო და აქ არის ყველა ის ინფორმაცია, რაც მე მჭირდება რა. ეხლა port channel მეზობლის ვერიფიკაცია როგორ უნდა მოვახდინოთ? როგორ შეიძლება რომ ვერიფიკაცია გავაკეთოთ აი ჩვენს მომიჯნავე switch-ზე? აი ესეთი ბრძანება არის show ether channel port. აგერ არის ძალიან ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებო, აი პორტები მაგალითად რომელიც არიან ჯგუფში, ეს არის ჯგუფის ლისტინგი. ამ შემთხვევაში ერთი მაქვს რომ მქონდეს მეტი მექნებოდა პორტები ჯგუფში, აი ეს პორტი მაგალითად რომელიც არის ამ ჯგუფში, აი ეს პორტი რომელიც არის ამ ჯგუფში. ეხლა ნახეთ მეგობრო, აქ ძალიან ბევრი ინფორმაცია არის, ძალიან ბევრი channel group არის, ერთი port channel-ი არის აი ეს და ნუ პროტოკოლი არის ეს გვაინტერესებს ჩვენ აქ და აი ეს ორი გვაინტერესებს. დანარჩენი ნუ ნაკლებად გვაინტერესებს. ლოკალური ინფორმაცია ეს არის ამ პორტისთვის, gigabit node interface-ისთვის. state არის bundle და ნუ შეკრული არისო. ეს არის priority თუ ამ პორტის და გავილით მე ამ priorities, კერძოდ ეს priority რას შვება და როდის გვჭირდება. ეს LACP port, ამ პროტოკოლის პორტი, device ID და რავი, ძალიან ბევრი ინფორმაცია არის, ეს კარგად უნდა გავიაროთ. ნახეთ მეგობრებო, აქ არის ძალიან საინტერესო რაღაცა. რო ვაკრიფავთ show LACP კითხვის ნიშანი, ამოგიგდებთ აი ამათ. ეხლა გავიაროთ ესენი რა არის. აი LACP neighbor მაგალითად, ხო? ეს თვითონ გიჩვენებს ან ესი არის device is requiring slow LACP, ანუ fast LACP არ მაქვს ჩართული. შემიძლია მე ხა fast LACP პროტოკოლი ჩავთო, მაგრამ არ მჭირდება ამ შემთხვევაში. მე უბრალოდ ანუ ეს default-ი რაც არის, გააქტიურებული არის. P არის ამ შემთხვევაში device is in the passive mode, ეს passive მდგომარეობაში არისო device-იო ამ შემთხვევაში და აგერ არის კიდე რაღაც ინფორმაციები დამატებითი. აი ამ switch. გადავიდეთ ახლა მეორეზე ვნახოთ. აი აგერ მეგობრებო, ამ შემთხვევაში device-ი არის active mode-ში, ანუ ეს switch-ი არის ჩემთვის active switch. მე ხო დავაკონფიგურირე როგორც ერთი მხარე პასიური ან passive და მეორე active. ნუ ესე გამოვიდა რომ ეს ყოფილა ამ შემთხვევაში active, ის passive. მაგას მნიშვნელობა არ აქვს არანაირი. ეს არის system ID, priority ნომერი და system ID. იგივეა PAC-ვიზეც show PAC-P და აგეთ კითხვის ნიშანს რომ დაარტყავთ, ნახავთ სხვადასხვა საინტერესო რაღაცებს. ეხლა თვითონ ether channel პაკეტების ვერიფიკაცია როგორ შეიძლება? რამდენად შედგა ether channel-ი, port channel-ი? ნუ ვერიფიკაციის ბრძანებები ვნახოთ. ეგრეთ წოდებული counter-ები. აი მეგობრებო, ნახეთ, გაიგზავნა 37, მიიღო 42 ამ ინტერფეისზე. ამ ინტერფეისზე გაიგზავნა 25, მიიღო 24. მოდი ახლა spanning tree ვნახოთ. აი port channel-ზე ნახეთ, forwarding stage-ი არის, რა თქმა უნდა. კი ბატონო, აი port channel-ისთვის ცალკე შეიქმნა, ცალკე რა spanning tree ამისთვისაც გვაქვს და forwarding stage-ი არის. იგივე ზუსტად. ამ შემთხვევაში spanning tree მოქმედებს, ნახეთ თითოეულ VLAN-ზე მოქმედებს, აი აღიქვა როგორც ერთი ინტერფეისი ეს. VLAN 20-ისთვის, VLAN 20 და ასე შემდეგ. 10-ისთვის, რაც მაქვს, მოკლედ VLAN-ები. ჩვენ შეგვიძლია ახლა ეს, ნახეთ, show LACP counters რაც არის. ეს counter-ები უბრალოდ წავშალოთ. ნუ გავასუფთავოთ მაგიდა და თავი დავნახოთ, აბა რა მოხდება. დაიწყებენ გაგზავნას. ნახოთ რომ გააგზავნის, მიიღებს. აი უკვე ნახეთ ამ ინტერფეისზე გააგზავნა. იმაზე მიიღო ერთი ასევე. აი ეს ელანელა გააგზავნიან, მიიღებენ სიგნალებს. ხო, ერთი კიდე მნიშვნელოვანი საკითხი მეგობრებო, მინიმალური რაოდენობა ether channel-ის ინტერფეისების. თუ რა რაოდენობა ინტერფეისები უნდა იყოს მინიმუმ ამ port channel-ში გაწევრიანებული, ასე ვთქვათ. ეს რაში გჭირდება ახლა მეგობრებო? ანუ ჩვენ თუ გვინდა რომ სიტყვაზე ორი ინტერფეისი იყოს მინიმუმ ether channel-ში გააქტიურებული აქტიური ინტერფეისები და მხოლოდ ამ შემთხვევაში წამოიწიოს ether channel-ის link-მა, მაშინ ჩვენ შეგვიძლია გავწეროთ ამ interface port channel-ის ქვეშ, აი ამ interface port channel-ის ქვეშ ესეთი ბრძანება. port channel minimum link რაოდენობა ორი სიტყვაზე, ხო? და შემდეგ თუ გავთიშავთ რომელიმე interface
პორტ-ჩანელი შეწყვეტავს ფუნქციონირებას და შეგვატყობინებს, რომ არ არის საკმარისი ლინკების რაოდენობა აქტიური იმისათვის, რომ პორტ-ჩანელი შედგეს. ეს კარგი არის რა, იმიტომ რომ დეფოლტად ერთი ინტერფეისი არის, ანუ ერთი მაინც თუ არის აქტიური, პორტ-ჩანელი მუშაობს და აი შესაბამისად ტრაფიკი შეიძლება დაიკარგოს რა, ამ დროს როცა ინტერფეისი პორტ-ჩანელის გონია რომ ინტერფეისი აქტიურია და მაინც აგზავნის იმ ლინკიდან ტრაფიკი უბრალოდ დაიკარგება, ხო? ჩვენ შეგვიძლია გავწეროთ ესე ინტერფეის კონფიგურაციის ქვეშ და დამთავრდა გავწეროთ. მეგობრებო, როგორც მინიმუმ ლინკების რაოდენობის გაწერა, ხო? ჩვენ ასევე შეგვიძლია მაქსიმუმი ლინკების გაწერაც ინტერფეისზე. ოღონდ ეს გავაკეთოთ, უნდა აი ორობით რიცხვში უნდა მოხდეს, ან ორი ინტერფეისის შემთხვევაში, ან 4-ის, ან 8-ის შემთხვევაში, რომ load balance-ი კარგად განხორციელდეს ლინკებში. შემდეგ არის კიდე ესეთი რაღაცა, რო თქვით system priority, ხო? LACP, მაგალითად LACP პროტოკოლის შემთხვევაში system priority რას გვაძლევს? გვაძლევს იმას, რომ აი ამ priorities მინიჭების შემთხვევაში, ხო? უფრო ნაკლები priorities მინიჭების შემთხვევაში, აი ამ either channel ჯგუფს შორის primary switch-ი რომელი იქნება, მაგას აირჩევს. ეს რას გვაძლევს ხა ამის არჩევა? თუ გვაქვს სიტყვაზე იმაზე მეტი ინტერფეისი, ვიდრე მაქსიმუმ ინტერფეისების რაოდენობა არის, ხო? ბანდლში, ეგრეთ წოდებულ ჯგუფში. ეს თავარი switch-ი აირჩევს იმ ინტერფეისებს, რომლებიც ინტერფეის აი თვითონ ეს switch-ი აირჩევს თუ რომელი ინტერფეისები უნდა იყვნენ აქტიური ინტერფეისები და როგორ აირჩევს ეგ არის უკვე ინტერფეის თვითონ ინტერფეისის priority ნომერზე დამოკიდებული. აი მაგალითად უყურეთ ეს switch-ი არის priority switch-ი აი ამ either channel ჯგუფისთვის, ხო? ეხლა ეს switch-ი ხედავს რომ აქ ორი ინტერფეისია, მაგრამ თქვათ მესამეც სიტყვაზე. ხედავს სამი ინტერფეისი არის, მაგრამ მაქსიმუმ ნომერი არის ორი ინტერფეისი, ხო? ამ შემთხვევაში ამ სამ შორის რომელი ორი უნდა აირჩიოს? სიტყვაზე აირჩია ეს, რატო? ან ეს, რატო, ხო? აირჩევს იმის და მიხედვით თვითონ ამ პორტებს რა priority ნომერი გააჩნია. რაც უფრო დაბალი არის ამ ლინკების priority ნომერი, მით უკეთესი არის არჩევადობის მხრივ. მოდი ხა ეს ნახოთ. ხო, აი ნახეთ მეგობრებო, priority. აი ამ პორტისთვის, აი მაგალითად აი ამ პორტის priority არის აი ეს. მე შემიძლია ეს priority დავწიო ხა. ავკრიფავ either channel details და ნახავ რომ port priority არის აი ეს, 1. მე ხა დავაბრუნებ ამას ისევ, არ მჭირდება. კი ბატონო, ჩვეულებრივად დავაბრუნე, იგივე ინტერფეის კონფიგურაციის რეჟიმში გადავედი და ავკრიფე ესეთი ბრძანება. ნახეთ, კონფიგურაციის რეჟიმში გადავდივართ, აუ domain lookup იყო. ხო მართლა ვისაც არ გინათ ეგ domain lookup-ი, აი ეს თუ გინათ რომ თავიდან აიცილოთ, აი ესეთი ბრძანება გაწერეთ. No IP domain lookup. მე რაც გინდა ის დაწერეთ, არაფერს აღარ იმას იზავს, domain lookup-ს არ გააკეთეთ. ხო, ესეთ რაღაცას ვაკეთებ. კონფიგურაციის რეჟიმში ვართ, ინტერფეის კონფიგურაციის რეჟიმში გადავდივართ და ავწერთ LACP, აი ამ პორტის priority ნომერი, რაც გინდათ, 1, 2, 23, ავიცი 22356, მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერ რაღაც. ხო მართლა, ეხლა troubleshooting-ი თვითონ either channel bundle-ისთვის, რა იმ შეკრული ლინკებისთვის, რაც გვაქვს. რა უნდა იყოს ერთნაირი. კონფიგურაციის setting-ებს გულისხმობ, რა უნდა აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს, რომ შეიკრას port channel interface. პირველი ეს არის, უნდა იყოს layer 2 ან layer 3 ინტერფეისი ორივე მხარე. ეს აუცილებელი არის. მეორე, პორტის რეჟიმი, port mode ეგრეთ წოდებული, ან უნდა იყოს XS-ი, ან უნდა იყოს trunk, ორივე მხარე. შემდეგ, native VLANs, ანუ VLAN-ები, native VLAN-ი უნდა იყოს ორივე მხარეს ერთი და იგივე. შემდეგი, allowed VLANs, ანუ VLAN-ები, რომელიც ან დაშვებული ამ trunk link-ში რომ მოძრაობდეს, ეს უნდა იყოს იდენტური. აუცილებელი ასევე ენკაფსულაცია უნდა იყოს ერთნაირი ორივე მხარეს.
ლინკის სისწრაფე, speed, ეგრეთ წოდებული ინტერფეისის, duplex-ი, MTU, ეგრეთ წოდებული MTU, maximum transition unit, რაც დეფოლტი არის 1500, ეს უნდა იყოს თანაბარი, load interval-ი და storm control. აი ეს ყველაფერი თუ არ ემთხვევა, ან რამე თუ განსხვავდება, ხო? მაშინ პრობლემა გვაქვს სერიოზული, ლინკი არ შეიქმნება ფიზიკურად. არ ამოვა upstage-ში. კი ბატონო, ეხლა რავი, სულ ეს იყო საკმაოდ ხანგრძლივი ის გამოგვივიდა. მოკლედ მეხუთე თავი წაიკითხეთ, კარგად, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, რა ვიცი, რამდენჯერა საჭირო გახდება. მე ყველაფერს ფიზიკურად ვერ გადმოვცემ აქ. შეიძლება რაღაცები გამომჩა, რაღაცები ცუდად ავხსენი, მაგ ბოდის გიხდით. და აი უბრალოდ აი კარგია რომ ვიზუალურად დაინახეთ, ან თუ დაგაინტერესებთ, რა ხდება, როგორ ხდება კონფიგურაციები. დანარჩენი ეს ლაბები აუცილებლად უნდა გაკეთოთ. სხვადასხვა ამის გაკეთება შეიძლება packet tracer-შიც. უბრალოდ packet tracer-ი რაღაც შეზღუდვები, რა თქმა უნდა, არის იქ, ყველაფერი შეიძლება, ყველა ბრძანება არ მუშაობდეს, მაგრამ არაუშავს Ether channel layer 2-საც და layer 3-საც თავისუფლად ართმევს თავს. კარგი ბრძანება.